მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიწყებთ მე-9 მეცადინეობას. დღეს მინდა გავიმეოროთ ანბანი, რათა უკეთ შევძლოთ წერა-კითხვა. A, B, C, D, E, F, G, H, I, J, K, L, M, N, O, P, Q, R, S, T, U, V, V, X, Y, Z. ეს იყო ჩვენს მიერ ნასწავლი ანბანი, რომელიც აუცილებელი არის უკეთ დასამახსოვრებლად, რათა წავიკითხოთ შემდეგში მოცემული ტექსტები და წინადადებები და შევძლოთ დაწერაც. Oma und Opa, ბებია და ბაბუა. Ich und du, მე და შენ. Nino und Steffi, ნინო და შტეფი. Die Puppe, თოჯინა. ეს არის ელემენტარული მაგალითები, რომლებიც შეგვიძლია წავიკითხოთ. დიალოგისათვის დაგჭირდება შემდეგი ფრაზები. რამდენი წლის ხარ შენ? Wie alt bist du? საიდან ხარ? Woher kommst du? რა ქვია შენს დედას? Wie heißt deine Mutter? რა ქვია შენს მამას? Wie heißt dein Vater? გყავს ძმა? Hast du einen Bruder? გყავს და? Hast du einen Schwester? ახლა ნახოთ პატარა დიალოგი. Hallo, wie geht's? გამარჯობა, როგორ ხარ? Hallo, gut, კარგად. Woher kommst du? საიდან ხარ? Ich komme aus Deutschland. მე გერმანიიდან ვარ. Wie alt bist du? რამდენი წლის ხარ? Ich bin 16 Jahre alt. მე ვარ 16 წლის. Hast du einen Bruder oder eine Schwester? გყავს შენ ძმა ან და? Oder ნიშნავს ან. Ja, ich habe eine Schwester und heißt Nino. დიახ, მე მყავს და ნინო ჰქვია. ეს იყო ელემენტარული დიალოგი, რომელიც შევადგინეთ ფრაზების მიხედვით. აქ კი მოცემული გვაქვს სიტყვები, რომელიც არის არეული სახით და ისრების მიხედვით არის დალაგებული. ვნახოთ თითოეული მათგანი როგორ ჟღერს. Allein, მარტო, heiß, ცხელი, nett, სასიამოვნო. მოწყენილი, traurig, ფიქრი, denken, ჭუჭყიანი, schmutzig, suda, sauber. ეს სიტყვები აუცილებელი არის დასამახსოვრებლად. ქვემოთ ცხრილში მოცემული გვაქვს სიტყვები არეულად და შემდეგ არის მოცემული წინადადებები მასში შედგენილი. ნახოთ თითოეული მათგანი. ჯერ ნახოთ არეული ფორმის სიტყვები. Daniel, ich, du. Danieli, მე, შენ. Besuchst, სტუმრად მისვლა. Geh, წასვლა. Spielst, თამაში. Geht, წასვლა. ანუ geh's ნა არის ნაუღლები ფორმა. In die Schule, სკოლაში. Fußball, ფეხბურთი. Tennis, ტენისი. ახლა ნახოთ დაწყობილი ფორმით როგორ შევადგინეთ წინადადებები. Daniel geht in die Schule. Danieli მიდის სკოლაში. Ich gehe in die Schule. მე მივდივარ სკოლაში. Du spielst Fußball. შენ თამაშობ ფეხბურთს. Du spielst Tennis. შენ თამაშობ ტენისს. Du besuchst in der Schule. შენ მიდიხარ სკოლაში. ანუ შენ დადიხარ სკოლაში. ეს იყო ჩვენს მიერ მოცემული ცხრილი. ახლა გადავიდეთ გრამატიკულ ნაწილზე. დღეს მინდა აგიხსნათ, თუ როგორ იწარმოება აწმყო დრო პრეზენსი. ის იწარმოება ნის ფუძეზე en ან nils სუფიქსის დართვით და გამოხატავს, რომ მოქმედება ხდება ახლა. ნახოთ რამოდენიმე მაგალითი. მე მივდივარ სკოლაში. Ich gehe in die Schule. დედა ამბობს. მე კარგად უნდა ვისწავლო. Die Mutter sagt, ich muss gut lernen. Sagen არის თქმა ამბობს. ჩვენ წინა გაკვეთილებზე გავეცანით სუსტი და ძლიერი ზმნების უღლებას აწმყო დროში და დავინახეთ თუ როგორ იწარმოება ისინი. დღეს ასევე მინდა აგიხსნათ მოდალური ზმნების წარმოება და
და მათი უხლება აწმყო დროში, ანუ die Modal Verben. გერმანულ ენაში არის 6 მოდალური ზნა. ესენია dürfen, können, mögen, wollen, sollen, müssen. უმეტესად მოდალურ ზნას ახლავს მეორე ზნა წინადადებაში და ის დგას ყოველთვის საწყის ფორმაში, ანუ ინფინიტივში. ხოლო ხანდახან მოდალური ზნები დგას მეორე ზნის გარეშე, მაგრამ იგულისხმება. რომ გავიგოთ, უკეთ ვნახოთ მაგალითები. მე დილით უნდა ავდგა. Ich muss morgen aufstehen. მას შეუძლია გერმანულად საუბარი. Er kann Deutsch. მოდალური ზნებიდან 4 მათგანი მხოლობით რიცხვში უხლების დროს იცვლებიან. ეს ზნები არის können, შეძლება, wollen, სურვილი, mögen, ნდომება და dürfen, ნების დართვა. გავეცნოთ თითოეული მათგანის უხლებას. Ich kann, მე შემიძლია. Du kannst, შენ შეგიძლია, er sie es kann, მას შეუძლია. Wir können, ჩვენ შეგვიძლია. Ihr könnt, თქვენ შეგიძლიათ, Sie können, მათ შეუძლიათ. Ich will, სურს, du willst, შენ გსურს, er sie es will, მას სურს, ეს არის wollen ზნა. Wir wollen, ჩვენ გსურს, ihr wollt, თქვენ გსურთ, Sie wollen, მათ სურთ. ახლა ავიღოთ mögen ზნა, ანუ დომება. Ich mag, მე მინდა, du magst, შენ გინდა, er sie es mag, მას უნდა. Wir mögen, ჩვენ გვინდა, ihr mögt, თქვენ გინდათ, Sie mögen, მათ უნდათ. ავიღოთ dürfen ზნა, ეს არის ნებართვის მიცემა, ან უფლების ქონა. Ich darf, მე უფლება მაქვს. Du darfst, შენ უფლება გაქვს. Er sie es darf, მას უფლება აქვს. Wir dürfen, ჩვენ უფლება გვაქვს. Ihr dürft, თქვენ უფლება გაქვთ. Sie dürfen, მათ უფლება აქვთ. მოდალური ზნები უღლების დროს მხოლობითი რიცხვის პირველ და მესამე პირში პირის ნიშნებს არ დაირთავენ. განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი და დავინახავთ უკეთ. მე მაქვს უფლება ფილმს უყურო. Ich darf den Film sehen. შენ უნდა დარჩე სახლში. Du musst zu Hause sein. ჩვენ გვინდა ქალაქ გარეთ გასვლა. Wir mögen einen Ausflug machen. Nino სურს სასეირნოდ წასვლა. Nino will spazieren gehen. მაგალითები. რომ მოცემული გვაქვს უცხო სიტყვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიზეპიროთ. Der Ausflug, ქალაქ გარეთ გასვლა, helfen, დახმარება, das Beispiel, მაგალითი, spazieren gehen, სასეირნოდ წასვლა. ამით ჩვენი მე-19 სადინეობა დასრულდა. მომავალ შეხვედრამდე.